მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებ და მაყურებელსაც ექნება საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და ჩვენი გადაცემის სტუმრებს დაუსვას კითხვები პროფესორი ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი გვანცა არველაძე ჩვენი გადაცემის სტუმარი მოგესალმებით ქალბატონო გვანცა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად გადაცემაში და ენისა და მეტყველების თერაპევტი ქალბატონი ნინო დოხნაძე. მოგესალმებით ქალბატონი ნინო, ასევე დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან საინტერესო თემაზე მინდა დღევანდელი გადაცემა ჩავატარო. კლინიკა მზიურ მეც დაემატა ახალი სერვისი, მულტიდისციპლინური ცენტრი, ნეიროგანვითარების ცენტრი, რომელიც მართულია ბავშვთა გაჯანსაღების მიზნით და მოგეხსენებათ რომ 21 საუკუნე არის სწორედ აი ამ პრობლემის ასე რომ ვთქვათ თვალსაჩინო მაგალითი, იმიტომ რომ ალბათ ეს შეიძლება ქალბატონ გვაცა უფრო დეტალურად ისაუბრებს აქ არის გაჯეტების და კომპიუტერების და ტელევიზორების დამოკიდებულებაც ამ კუთხით და ძალიან ბევრ ბავშვს შეუქმნა საფრთხე სხვადასხვა განვითარების კუთხით. ქალბატონო გვაცა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა. მე მინდა რომ აი ამ ცენტრის შესახებ ისაუბროთ უფრო ვრცლად და დეტალურად, იმიტომ რომ აი ასეთი ცენტრები დღეს ჩვენ საზოგადოებას მართლა ძალიან აკლია, ასეთი პროფესიონალური ცენტრები, იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით ბავშვი სად უნდა მივიყვანოთ, ვის უნდა ვანდოთ და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც აი ამ ცენტრის შესახებ ნახე ინტერნეტში და ამიტომ დავპატიჟეთ გადაცემაში. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, რაც შეეხება ნეიროქიც, ეს გახლავთ კლინიკა მზიური მედის ერთ-ერთი მულტიდისციპლინური სერვისი, პროგრამა, რომელიც მოიცავს და რომელიც არის მიმართული ბავშვის განვითარების შეფასებაზე, მის თერაპიაზე, გაუმჯობესებაზე და ამის იდეა დადგა მას შემდგომ, რაც ვთქვათ, მოგეხსენებათ მზიური მედი, ეს არის მულტიდისციპლინური კლინიკა ასევე. აქ არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მოღვაწეობენ პედიატრები, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, სხვადასხვა სპეციალისტები, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმისთვის, რომ სრულყოფილად ვადევნოთ ჩვენ ბავშვის განვითარებას თვალყური, საჭირო იყო ამ ახალი სერვისის დამატება და ეხლა მინდა დეტალურად მოგახსენოთ ამ სერვისების შესახებ. ჩვენთან კლინიკაში მიმდინარეობს ნეიროფსიქოლოგიური სკლინინგი და ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ნევროლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია. ამის შემდგომ უკვე ნეიროფსიქოლოგი, ნევროლოგი და ასევე ფსიქიატრი წყვეტს თუ რა დამატებითი სერვისის საჭიროება, როგორიც არის მაგალითად აუტიზმის სპექტრის შეფასება, ადოსის ტესტირება, ან სენსორული სფეროს შეფასება, სენსორული თერაპია, ადრეული განვითარების შეფასება, მეტყველების შეფასება და ქცევითი შეფასება. შეფასების შემდგომ სპეციალისტები ერთობლივად წყვეტენ უკვე რა მიმართულებებით არის საჭირო ბავშვის მუშაობა. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ განვითარებაზე, განვითარება მოიცავს როგორც ემოციურ, სოციალურ, ფიზიკურ განვითარებას, კოგნიტიურ განვითარებას და შესაძლოა როცა არის დარღვევა, ძალიან მრავალი სფერო იყოს ერთობლივად ჩართული, თუმცა ესეც აღსანიშნავია, რომ ყველაფრის ერთად დაწყება, ერთდროულად თქვა თანმიმდევრობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს ამ ბავშვის გადახლა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შემდგომ უკვე გადაწყდება, რომელი თერაპია არის პრიორიტეტი. კლინიკაში არის ფიზიკური თერაპია, რომელიც მიმართულია მოძრაობის და მამოძრავებელი მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებისთვის. რამდენიმე სიტყვა შემიძლია ვთქვა ოკუპაციურ თერაპიაზე. ოკუპაციური თერაპია ეს არის ბავშვებისთვის ისეთი უნარების დასწავლა, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება ყოველდღიურობაში, ეს არის გადაადგილება, თვითმომსახურება, ელემენტარული წესები და უნარები. არიან ესეთი ბავშვები და დგას ეს საჭიროებად. სენსორული სფერო, ანუ ეს სფერო, რომელიც პასუხისმგებელი არის გრძნობელობაზე, შეხებაზე, გემოვნებაზე, კვებაზე. აღმოჩნდა, რომ მას აქვს უდიდესი როლი ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის აუტიზმი, განვითარების შეფერხებები, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა. ამიტომ სენსორული თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი ერთობლივად მუშაობენ, ან შესაძლოა ცალ-ცალკეთ მოხდეს, გააჩნია რომელი სფეროს წინ წამოწევა არის და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს გახლავთ მეტყველება. მეტყველება მოგეხსენებათ, ეს არის კომუნიკაციის საშუალება, მეტყველების საშუალებით ხდება ბავშვის განვითარება. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის მეტყველება, რეცეპტორული, რომელიც არის წლამდე უფრო მეტად, ანუ მოსმენით ხდება
განვითარება და ექსპრესული ეს არის უკვე თვითონ მეტყველების უნარი. კლინიკაში მუშაობს მეტყველების თერაპევტების გუნდი, ჩვენი მეტყველების სუპერვიზორი გახლავთ ნინო დოხმნაძე, რომელიც ამას კურირებს და ეს ყველაფერი ეს ერთობლივი მუშაობა ერთ სივრცეში პედიატრებთან, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან და ასევე აი ამ სპეციალური განვითარებისთვის ჩართულ სპეციალისტებთან ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ერთად ვიზეიმოთ ბავშვის პროგრესი და შედეგი. რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებ და რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ანუ აქ არის ერთად თავმოყრილი, როგორც მე გავიგე, ყველა პროფესიონალი ერთ სივრცეშია ყველაფერი და როდესაც ბავშვი მიდის მზიური მეტში, მას შეუძლია რომ უკვე ყველანაირი მომსახურება მიიღოს მშობელმა და აღარ მოუწიოს ასე რომ ვთქვათ, აქეთ-იქით სიარული და რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ, ქალბატონ ნინო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მეტყველება ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სამწუხაროდ ბავშვებში. რა სახის მეტყველების დარღვევები არსებობს და როგორ უნდა ამოვიცნოთ ბავშვებში ეს შემთხვევები? გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანამ გადავალთ უკვე მიზეზებზე და დარღვევებზე და იმ ნიშნებზე, რაც ეხლა თქვენ კითხვა მდგომარეობს, მინდა რომ ხაზი გავუსვა მეტყველებაზე, ეს არის მეტყველება, ხო? ვითარდება ონტოგენოზის პროცესში, ჩასახვის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე და ფსიქიკური და გონებრივი განვითარების პარალელურად ხდება ეს პროცესები და ეს არის განვითარების ის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაწყისი ეტაპი, რომელსაც უნდა მიანიჭოს ყველა მშობელმა და მიაქციოს ყურადღება. მეტყველება ზოგადად დარღვევებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი დარღვევა შეიძლება მშობელი ვერც ატყობდეს ხო ქალბატონი, მაგრამ სხვამ შეატყოს უთხრას რომ აი მაგალითად მე არ მომწონ შენი შვილი, ამას აქში უნდა საუბრობდეს და შემდეგ უნდა მიმართოს სპეციალისტს, თუმცა მე ასევე მინდა მიმართოთ მშობლებსაც რომ აი დაგვიანებული მიმართვაც ექიმთან რამდენად ცუდ შედეგს იწვევს ხოლმე სამწუხაროდ. ენისა და მეტყველების დარღვევა არის ჰეტეროგენური ჯგუფი და სხვადასხვა მიზეზებით ვლინდება ეს და აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დარღვევებს, ანუ პირველ რიგში შემიძლია გამოყო რამდენიმე დარღვევა, ეს არის ბგერად წარმოთქმის დარღვევა, მარცვლების წინადადებებში და სიტყვებში მარცვლების სწორი ფუნქციონირება, შესაძლებელი არის მოხდეს აქ უკვე მარცვლების გადაადგილება და აი ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექციეს, ანუ მშობელმა უნდა მიექციოს ყურადღება, ლექსიკური მარაგი უნდა იყოს ასაკთან მიმართებაში, ანუ მწირი არ უნდა იყოს და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი და ბევრი სიტყვების მარაგით უნდა გამოვლინდეს და არის დარღვევები, რომლებიც აი გაჯეტებიდან გამომდინარე, ეს არ არის მიზეზი, რა თქმა უნდა, მეტყველების დარღვევის, თუმცა შესაძლებელი არის, რომ შეფერხება გამოიწვიოს. ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს გაჯეტით, მაგრამ ყველას არ აქვს ეს პრობლემა. აი განსაკუთრებით უფრო მე როდესაც ვაკვირდები ხოლმე და გადაცემას ვაკეთებ, უფრო ბიჭებშია ხოლმე ეს მეტყველების დაგვიანების პრობლემა. დიახ, ეხლა უკვე ფაქტობრივად ბიჭებში ის თავიდან იყო ძალიან ისე დიდ ყურადღებას ვანიჭებდით, მაგრამ ეხლა გოგოებშიც საკმაოდ რთული პროცესით მიმდინარეობს უკვე ეს პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაჯეტებს ახასიათებს, ანუ რეციპროკული მეტყველება, ჩვენი პროცესი არის მეტყველების ეს პროცესი, მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ ანუ ბავშვი არის გაჯეტებთან, კომპიუტერთან თუ ტელევიზორთან, მას არ აქვს საშუალება, რომ ის ემოციები გამოხატოს, რა ემოციაცაც მოაქვს უკვე კონტაქტის დროს ეს ჩვენთან ურთიერთობის დროს, ანუ ეს გამოხატულება. შესაბამისად, ძალიან ხშირად მშობელი, როდესაც მოდის ჩემთან, მეუბნება, რომ იცით, აი გაჯეტების მეშვეობით ბავშვმა ისწავლა სიტყვაზე წერა, თუნდაც ინგლისური, ასოების ამოცნობა, თუნდაც დიახ, კი სიმღერა, ფერების ამოცნობა და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ანუ ინგლისურად ეს ამ პროცესის წარმოთმა ნიშნავს იმას, რომ მშობლიურ ენაზე უკვე 50-100-მდე სიტყვა შეიძლება დაკარგულად ჩავთვალოთ. ხო, იმიტომ რომ უკვე მიმართული მეტყველების გაგების უნარის პრობლემა მოდის, გვანცამ უკვე ქალბატონმა უკვე აღნიშნა, რომ ანუ რეცეპტული და ექსპრესიული მეტყველების პრობლემა იჩენს თავს აი ამ დროს და აქედან გამომდინარე, აი ჩვენ შეგვიძლია რომ მიმართოთ მშობლებს ყურადღება მიაქციონ გაჯეტებთან მიმართებაში, რომ არ იყოს ეს
ყველაფერი დღის განმავლობაში ძალიან დიდი დოზით აი მაგალითად ქალბატონო შეგიძლიათ რომ დროც გითხრათ აი რამდენ საათს უნდა ატარებდეს ბავშვი 1 საათი 9 საათი ეს უნდა იყოს ცალ-ცალკე თუ როგორ ნახეთ როგორ არის ზოგიერთი მშობელი ამერიკის დიახ კი ანუ სამსახურიდან გამომდინარე სამწუხაროდ უწევთ ბავშვებს გაჯეტებთან ყოფნა მაგრამ აი მნიშვნელოვანი არის რომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ანუ უკვე ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ უკვე გამოქვეყნებული არის და დასკვნაში დევს კიდეც რომ ანუ 2 წლამდე აკრძალული არის ანუ გაჯეტების გამოყენება ნუ მე მიმაჩნია რომ 3 წლამდეც რომ არ იყოს ხო უფრო კარგი იქნებოდა იმიტომ რომ ბუნებრივ ჩვენ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვი კი. აქვე გითხავთ, როდესაც მოდის მშობელი თქვენთან და ამ პრობლემას გიხსნით, როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი ამ გაჯეტს? ნახეთ, თავიდანვე უნდა მოხდეს აი ამ პროცესის სწორად დაგეგმარება. გასაგებია აბსოლუტურად ის, რომ მშობელი არის დაკავებული დღეს და შესაბამისად უწევს მშობელს ბავშვთან თუნდაც რაღაცა საღამოს პერიოდში 9 საათით ყოფნა და შეიძლება მეტიც არა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ეს როლი გადაინაწილოს მაგალითად ბებიამ, ბაბუამ, რომელიც შეიძლება სახლში იყოს ანუ თუნდაც დღის განმავლობაში ძიძამ, რა თქმა უნდა. ხო, 2 წლიდან უკვე საბავშვო ბაღშიდაც უკვე ბავშვი მიდის და შესაბამისად დროის მონაკვეთი უკვე საკმაოდ დატვირთული აქვს და ხო აქედან გამომდინარე ეს პროცესების სწორად დაგეგმარება შესაძლებელი არის. ბავშვთან თუნდაც 15-20 წუთი ატარება, ანუ ნიშნავს იმას, რომ მე უკვე ლექსიკური მარაგით გავამდიდრე, მე უკვე შემიძლია რომ მასთან ტაქტილური შეხებითაც თუნდაც დავიწყო უშუალოდ მეტყველების ჩამოყალიბება, თამაშის სახე მივცეთ ყველაფერს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. ძალიან ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბარათებს იყენებენ დაახლოებით 3 წლის ბავშვებთან, ანუ საერთოდ არ არის ანუ ეს ყველაფერი სწორი, იქიდან გამომდინარე რომ სათამაშოები არსებობს, რომელიც შესაძლებელია რომ ტაქტილურად შეეხოს ანუ თვითონ ბავშვი თუნდაც ყველაზე კარგი ის რომ ჩართოს ბავშვი მაგალითად პროცესში კვებასთან მიმართებაში ანუ ერთად მომზადონ სადილი და ის პამიდურის და კიტრის პირობითად ვამბობ სწავლა სიტყვით ანუ ვერბალურად წარმოთქვა მოახდინონ იმ თავის ერთობლიო თამაშის პროცესში. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო მომწრავი პასუხისთვის. ქალბატონო განცად ნეიროგანვითარების რა დარღვევებზე შეგიძლიათ რომ ყურადღება გაამახვილოთ და მე მაინტერესებს რამდენად გახშირდა ეს შემთხვევები, წლებია თქვენ ექიმი მიბრძანდებით, ამ საქმეს ემსახურებით და მაინტერესებს აი თქვენი სტატისტიკა, მე არ გეკითხებით საქართველოს ძირეულად სტატისტიკას, თქვენი გადმოსახედიდან რამდენად მოგემატათ პაციენტები ამ კუთხით? დიახ, რაც შეეხება თვითონ ნეიროგანვითარების დარღვევებს, ჩემს სამუშაო პრაქტიკასთან მიმართებაში საკმაოდ ხშირად ხვდებით აღნიშნულ მდგომარეობებს და ეს მოიცავს თქვათ ქცევითი დარღვევები, ოპოზიციურ დეფიენტური ქცევითი დარღვევები, ასევე გვაქვს ჩვენ სხვადასხვა შფოთვები, დეპრესია, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიობა, აუტიზმი, რომელიც საკმაოდ ხშირად ხვდება დღესდღეობით, თუმცა ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მიდგომა და რამდენიმე თეორია, რა თქმა უნდა, დღესდღეობით არის ასევე ხელმისაწვდომობა დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ შესაძლოა აღნიშნული მდგომარეობები არ იყო ისე დეტალურად შესწავლილი და არ ქონდა მინიჭებული თავისი დეფინიცია, თავისი განსაზღვრება, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მოსაზრება გახლავთ ის, რომ დიაგნოსტიკამ და თერაპიის შესაძლებლობამ მოგცა იმის თქმის შესაძლებლობა, რომ თქვათ რაღაცა სტატისტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მდგომარეობები საკმაოდ ხშირია. რაც შეეხება ახლა ნინოს საუბარს დავამატებდი, განსაკუთრებით გაჯეტებთან მიმართებაში, ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველება, როგორც თქვით, და მეტყველებასთან მიმართებაში დავეთანხმები, რომ თამაში ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თამაში არის ის ფაქტორი, რითაც ბავშვი სწავლობს ვთქვათ, მეტყველებას, სწავლობს განვითარებას, მაგრამ აი მოზარდობის პერიოდში, დაახლოებით ასევე სასკოლო პერიოდში, გარდა მეტყველების სირთულეებისა, გადაჭარბებულმა და არაკოორდინირებულად გამოყენებულმა გაჯეტებმა გამოიწვია ისეთი მძიმე შედეგები და ისეთი მძიმე დარღვევები, რომ უკვე ძალიან რთული ხდება მშობლის მხრიდან მისი კონტროლი. მაგალითად, ეს არის აგრესია. როდესაც ხდება დამოკიდებულების ჩამოყალიბება, შემდგომ ამ დამოკიდებულების მოხსნა პირველ რიგში იწვევს აგრესიას,
აგრესიას მშობლების მიმართ, დის მიმართ, სხვადასხვა თანატოლების მიმართ. ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია ჩვენ ვიცოდეთ, გარდა ხანგრძლივობისა, რომელიც არის მოწოდებული, აქ არის აუცილებელი გავაკონტროლოთ რა ხარისხს უყურებს, იმიტომ რომ ბავშვის ემოციური სფერო ყალიბდება დაახლოებით აი ამ პერიოდში, ხო? 3 წლიდან, 2 წლიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც უყურებს პატარა რაღაც აგრესიულ ფაქტებს, აგრესიულ მოვლენებს და ეს თავისთავად იწვევს მასთან აღნიშნულ მდგომარეობებს. ასევე აღნიშნავ, რომ ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიობა და ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევები არ შეიძლება გამოიწვიოს გაჯეტმა. ამაში დამეთანხმეთ, თუმცა ანუ ყურადღების დეფიციტი რას ნიშნავს, ქალბატონ? ყურადღების დეფიციტი ეს არის ესე იგი არ იწვევს ხომ გაჯეტი? გაჯეტი, რა თქმა უნდა, ამას არ იწვევს, თუმცა ამწვავებს მდგომარეობას, ხო? ამწვავებს და რამდენად განკურნებადია ეს არის ნეიროგანვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დარღვევა. დაახლოებით აი პროცენტულად რო ვთქვათ 5-10% ბავშვების, საშუალო 7.2% ბავშვებს აქვთ აი ამ განვითარების დარღვევა და ეს გამოიხატება რამდენიმე ტიპი არსებობს. ეს არის ჰიპერაქტიობა, იმპულსურობა, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები. ადრეულ ასაკში, სკოლამდელ ასაკში უფრო მეტად ჩვენ ხვდებით ჰიპერაქტიობას, ანუ მოჭარბებული აქტიობა. ეს იმდენად მოჭარბებულია, რომ უშლის ბავშვს ყოველდღიურობაში. ასევე სასკოლო პერიოდში თქვათ ბავშვი არ ემორჩილება მასწავლებელს, მას შეუძლია ადგეს, მას შეუძლია გაიაროს, არის იმპულსური, უფრო სწრაფად პასუხობს ვიდრე კითხვას დასვამ, არ შეუძლია ორგანიზება, არ შეუძლია დაალაგება, ავიწყდება დავალება, ავიწყდება ნივთები და ეს განპირობებული არა იმიტომ, რომ მას ამის სურვილი აქვს. ეს განპირობებულია, რადგანაც ეს გამოწვეულია თავის ტვინის სტრუქტურული, ფუნქციური და თქვათ კატეხოლამინების დონეზე სხვადასხვა სახის ცვლილებებით. აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აუცილებელი არის დროული მიმართვა, დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი თერაპიების ჩატარება, რომელიც არის ძირითადად ქცევითი თერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უკვე მედიკამენტოზური თერაპიაც დავიწყოთ, მაგრამ ერთს დავამატებ, სანამ დავასრულებ ამ მდგომარეობებს, მშობელს უნდა კონდეს ძალიან კარგად გათავისებული ეს მეტყველების დარღვევა, განვითარების დარღვევები, სხვადასხვა სახის სირთულეები. ეს არ არის ხანმოკლე პროცესი. ეს არის დროში გახანგრძლივებული პროცესი და 2-3 თერაპიაში არ შეიძლება რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი. აღნიშნული მდგომარეობები ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც გრძელდება და მოზრდილობის პერიოდშიც გადადის და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ თერაპიასთან, მკურნალობასთან ერთად ის გარემო, სადაც არის ბავშვი და სადაც იმყოფება ჩვენი პატარა, იყოს მისთვის ადაპტირებული და მასზე მორგებული. მინდა რომ ყოველს ესმოდეს, რომ ეს ქცევითი დარღვევა თუ ოპოზიციური დარღვევა, დეპრესია, შფოთვა, ეს მისი მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია მისი დარღვევით, მისი დაზიანებით და ეს არის დაავადებები, ხო? შესაძლოა თვალსაჩინო არ იყოს რაიმე ესეთი შეხება არ კონდეს, მაგრამ ბავშვს არ შეუძლია ამ ემოციის მართვა, არ შეუძლია ამის მიღება, მაგალითად აი ავხსნი მარტივად ვთქვათ, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიობის სინდრომის დროს რა არის, ხო, გამომწვევი. და ასევე მაინტერესებს ქალბატონ, თქვენ თქვით რომ აი მაგალითად ვერ იღებს ბავშვი იმ შედეგს, თუნდაც 1-2 თერაპიაში გასაგებია. ჩვენც ვიცით რომ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მე მაინტერესებს დაახლოებით რამდენ წელზეა ეს პროცედურები გათვლილი, რას ეძახით შედეგს და აი თუნდაც ქცევის დარღვევა, ყურადღების დეფიციტის დარღვევა, მაინტერესებს საბოლოო ჯამში გამოჯამრთელდება თუ არა ბავშვი 100%-ით, გვაძლევს თუ არა აი ეს თერაპიები ჩვენ იმ შედეგს, რაც ჩვენ გვინდა მშობელმა და რა თქმა უნდა ექიმს, ხო? პირველ რიგში რომ აი ის შედეგი დაინახოს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვწვალობდით. ნახეთ ნათია, ანუ რამდენი თერაპია და რა ხანგრძლივობით ეს დამოკიდებული არის რა სიმძიმესთან გვაქვს საქმე, ხო? არის მდგომარე ყველა შემთხვევაში დაწყებული დროულად დაწყებული თერაპიები ჩვენ გვაძლევს შედეგს და გაუმჯობესებას. რაც შეეხება გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა გაუმჯობესდეს პირველ რიგში ვთქვათ ამ ქცევასთან დაკავშირებული ფაქტორები. აუცილებელია მოიხსნას ეს აგრესიულობა, მოიხსნას ეს ვთქვათ ქცევის დარღვევები, იმპულსურება, ჰიპერაქტიობა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ხდება ამ ყველაფრის დასწავლა ბავშვისთვის, ხო? ანუ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოახდინოს მან საკუთარი ემოციის მართვა, როგორი უნდა იყოს პასუხი და კიდევ მივალ პათოგენეზზე, ანუ რა იწვევს ამას? მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სენსორული ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება.
ვითარდება, როდესაც არის დისინჰიბიცია, ანუ ბალანსის დარღვევა მიღებულ ინფორმაციასა და გამომუშავებულ პასუხს შორის, აი აქ უკვე ვითარდება ეს სირთულეები და ეს პრობლემები. ამიტომ პროგნოზზე, შედეგზე 100%-იან განკურნებაზე ნამდვილად ძალიან რთულია. არის სიტუაციები, როდესაც ბავშვი აღწევს ტიპიური ბავშვის განვითარების დონეს, არის მდგომარეობა, რომელიც მალე მოგვარდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აღნიშნულ მდგომარეობები მოითხოვს ხანგრძლივ თერაპიას და მოითხოვს ოჯახის და მშობლის ჩართულობას. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ოჯახის სწორი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხების აღიარება. იცით რომ ეხლა როგორი სიტუაციაა, მე რასაც უყურებ ჩემი აღიარების პრობლემა უკვე ნაკლებად დგას, უფრო მეტად დაიწყეს აღიარება მშობლებმა, აღარ არის ეს პრობლემა, უბრალოდ მშობელს სჭირდება თერაპია. თვითონ ნახეთ, როგორი თერაპია აი ამ შემთხვევაში მშობელი, მასწავლებელი და ბავშვი. ეს არის კოალიცია. თუ ეს კოალიცია და ექიმი, რა თქმა უნდა, არ შედგა, ამ შემთხვევაში უკვე ეფექტი ეკარგება მკურნალობას. რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს მხოლოდ ცენტრი, მხოლოდ კონკრეტული გვანცა, კონკრეტული ნინო, თუ სახლში მიიყვანე და ისევ გაჯეტები ჩაურთე, ისევ იგივე ის 1 და 2 საათი ფიზიკურად ვერ დაგეხმარება სამწუხაროდ. ქალბატონო, როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბავშვი ენის ამოდგმას იწყებს? აი რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ დროს და როგორ უნდა ვასწავლოთ პატარებს გამართული მეტყველება? დიახ, ნახეთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეტაპები, რომელიც არის აუცილებლად გასავლელი, ბავშვმა ეს ეტაპები სწორად და სწორი ფაზებით უნდა გაიაროს. აი, მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება თუნდაც დაბადებიდან, როდესაც მოდის პირველი სახმო სიტყვების, ემოციები, ხომ? ანუ ეს გამოიხატება ყვირილისა და ტირილის ფონზე. ტირილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დედისთვის, როდესაც უკვე შეიძლება მან უკვე კარგად გამიჯნა, გააკეთოს ბავშვი, როდესაც შია, ან თუნდაც მუცლის ტკივილი აქვს. ეს ყველაზე დასაწყისი პერიოდი, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ დედამ უკვე სწორი მიმართულება მისცეს ამ პროცესს. შემდგომი პერიოდი უკვე მოდის ეგრეთ წოდებული ეს ისე ღუღუნის პერიოდი, აღუსტქმა, რომელიც უკვე დაახლოებით 1-დან 3 თვემდე მიმდინარეობს და შემდგომ მოდის ეს ფაზა, ტიტინის ფაზა, უკვე ბგერები აქტიურად არის ჩართული, მარცვლები მოდის, იწყებს ბავშვი უკვე დაახლოებით 10-11 თვის ასაკიდან დაახლოებით ბაბა, დედე თქმას, ხშირ შემთხვევაში მშობელს გონია რომ დედას ეძახის, მაგრამ ეს რეალობაში ასე არ არის, უბრალოდ ის თან ანუ ბგერების და მარცვლების კომბინაციას ქმნის და უკვე მზაობას ანუ ასრულებს, ანუ თავი ონტოგენეზით, ანუ ესე რომ ვთქვათ, მეტყველების დასაწყებად და შემდგომ უკვე წლის ასაკიდან მიუთითებს ბავშვი რა თუნდაც დედა რომ შეეკითხება, რომ მისთვის საყვარელი სათამაშო ის იქნება ბურთი, ეს იქნება დათუნია სიტყვაზე, რომ მიუთითოს და მიაწოდოს მშობელმა. აი ეს პროცესები უნდა გაიაროს ბავშვმა აუცილებლად და მერე მოდის უკვე ლექსიკური მარაგი. დაახლოებით წლით ნახევრამდე უნდა იყოს აუცილებლად 30-50 სიტყვა წლისა და 2 თვის ასაკში, მერე უკვე იზრდება წლინახევრამდე 100 სიტყვამდე არის უკვე ბავშვი. თუ უკვე აქ არ არის ეს სიტყვები და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელზე რეაგირება, თუნდაც ის რომ დააფიქსიროს ბავშვმა, როდესაც დედა მიმართავს მას და გაუზიაროს ზერითი ფიქსაციით პოზიცია, რა ყურადღებაც შეიძლება იმ წუთას ბავშვმა არ გამოხატოს. აი აქ შეიძლება რომ საგანგებოდ ჩავთვალოთ, რომ რაღაცა ეს პროცესები არ მიმდინარეობს ისე, როგორც საჭირო არის, თუმცა ყურადღებას აღები არის იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის მეტყველება შეიძლება ახასიათებდეს, ნახეთ, მართული მეტყველების გაგების პრობლემა და ეს უნდა აღმოიფხვრას სწორად და აქედან გამომდინარე მშობელმა მაქსიმალურად უნდა შეუქმნას გარემო პირობები თავის შვილს, რომ ეს პროცესები ორგანულად მოხდეს გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე.
ყველაზე კარგი ენობრივი მახასიათებლები და გასართობით ის თამაში ისევ გაუსმე აუცილებლად ხაზს, რომელიც შეიძლება რომ უფრო მეტად ჩვენთან გამოიხატებოდეს ჩვენთან მიმართებაში, ანუ ეს დედასთან მიმართებაში, თუნდაც იმ საზოგადოებაში, როდესაც უწევს ბავშვი გარე ეზოში ჩასვლა სიტყვაზე და მას თავის თანატოლებთან ურთიერთობა, გამოხატოს ფიქსაციით, გამოხატოს თავისი თუნდაც მითითებით ხელის გაშვერით და აქედან გამომდინარე ეს პროცესები უფრო აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ლექსიკური მარაგი, როდესაც მწირი არის, ხომ? აი ამ დროს შესაძლებელია რომ რაღაცნაირად დავგვეგმოთ სწორად, რომ უფრო მეტად გავამდიდროთ ლექსიკური მარაგი, მშობელს კონდეს ურთიერთობა, თუნდაც წიგნებთან მაგალითად 10-15 წუთის განმავლობაში კარგი იქნება, რომ ბავშვი ილუსტრირებულ წიგნებთან ურთიერთობა იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება და მშობელს გონია რომ არ გისმის, მაგრამ ის მაინც თავის საქმეს აკეთებს იმ წიგნის წაკითხვა. დიახ, კი, აუცილებელი არის ეს ფაქტორები, წიგნის წაკითხვა, მე უკვე ნახეთ კითხვის დასმა. როგორ ფიქრობ? ანუ აუცილებლად მან როგორც პიროვნება უნდა წამოწიოთ ბავშვი აუცილებლად და შევეკითხოთ რომ თუნდაც ფანტაზიის განვითარება შეუწყოთ ამით ხელი, უკვე ლექსიკური მარაგი, უკვე აღნიშნე გრამატიკა, ანუ ჩართულობა, რთული სიტყვათა წინადადებაში რთული სიტყვათა კომპლექსის წყობა, რომ წამოიღოს ბავშვმა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მივცეთ დრო ბავშვს, რომ ეტაპობრივად გადმოგცეს ჩვენ ის თავისი აზრი, იმიტომ რომ თუ დავაჩქარებთ და მას რაღაც სასურველ, თუნდაც ის რომ რატომ ვერ გაიგე, ძალიან ბევრი მშობელი გამოხატავს რეაქციას. ეს ხომ უკვე დაგანახეთ, ან წავიკითხეთ, ან უკვე გითხარი, ხო, ეს უკვე ყოფნებს უკვე მეტყველების დაწყებას, იმიტომ რომ ბავშვი გრძნობს ძალიან ეგრეთ წოდებული დაჩაგრულად შეიძლება ითქვას თავს და მე სამეთყველო ის ლექსიკური მარაგი უკანა პლანზე იწევს და იწყებს უკვე თავისთვის თამაშან ბავშვი. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, იმიტომ რომ მართლაც სერიოზული პრობლემაა სამწუხაროდ ქალბატონგვანცა აუტიზმის შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ იძახის ბავშვი. არა, ესე ვერ ვიტყოდით, აუტიზმის ეს არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელი არის მეტყველების დარღვევა, სოციალიზაციის, ანუ კომუნიკაციის დარღვევა და ასევე მწირი ემოციები, ხო, ემოციის გაზიარება და მიღება ძალიან ხშირად. აი მაგალითად არ გავხარდა მშობლის სახლში შესვლა. დავახასიათოთ, როგორც აღნიშნეთ, მეტყველება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც აუტისტური სპექტრის ასევე განვითარების სხვა ეტაპების დაყოვნების დროს, აღნიშნულ შემთხვევაში არის მდგომარეობები, როდესაც ძალიან რთულია ბავშვისთვის ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი და ძალიან ხანგრძლივად გჭირდება მისი მასზე მუშაობა, თუმცა ჩვენ ხვდებით მაგალითად არის მეტყველება, მაგრამ არატიპიური მეტყველება, არატიპიური ხმები, მწირე ლექსიკური მარაგი, დისფლუენციები, ანუ მხოლოდ იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მას ძალიან ეს სჭირდება, ანუ სტრესულ გარემოში, თუ ვთქვათ, მშობელი აიძულებს, რომ რაღაცა მისი საჭიროების დროს გამოხატოს. არის ეკოლალიები, ანუ განმეორება, სხვისი მეტყველების. ესეც აუტიზმს ახასიათებს. დიახ, არა მარტო აუტიზმს აღნიშნულ მდგომარეობებს, განვითარების შეფერხებებს ახასიათებს არატიპიური ხმის ტემბრი, რომელიც არის მახასიათებელი აუტისტური სპექტრისთვის. იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ, რა თქმა უნდა, არის დაგვიანებული მეტყველება, ერთ-ერთი მახასიათებელი და ამ დაგვიანებულ მეტყველებას ახლავს სოციალური ინტერაქციის დარღვევა, ანუ სოციალიზაცია და ემოციის გამოხატვა. არის დეფიციტური, ბავშვს არა აქვს სურვილი მოფერების, არა აქვს სურვილი ჩახუტების, ან აქვს სურვილი, მაგრამ მისი გამოხატულება არის არატიპიური, თქვა ძალიან განსხვავდება ბავშვისგან. ის თავს არიდებს კომუნიკაციას, ის თავს არიდებს სამყაროში ცხოვრობს, ხომ? დიახ, აბსოლუტურად განსხვავებულია იმ მეტყველების შეფერხებასთან ერთად კომუნიკაციის, სოციალიზაციის დეფიციტი მკვეთრად არის გამოხატული და გარდა ამისა სტერეოტიპული მოძრაობები, რომელიც ერთ-ერთი მახასიათებელი აი მაგალითად რა მოძრაობები? მაგალითად აი ერთი და იმავე ქმედების გაკეთება, აი კარის დაკეტვა, გახება, დაკეტვა, შუქის ანთება, ჩაქრობა, ხო? და სულ ამას აკეთებს? იც მუდმივად მთელი დღე შეიძლება არ აკეთებდეს, მაგრამ ეს არის დროში გახანგრძლივებული, რასაც არ გააკეთებს ტიპიური ბავშვი, მისთვის არ არის საინტერესო იდგეს და ვთქვათ, რამდენიმე წუთის, 20 წუთის ან ნახევარი საათის მანძილზე აკეთებდეს ეს შეიძლება ამ ხელახანგრძლივობა ხარ. შეიძლება იყოს, დიახ.
გარდა ამისა, ძალიან განსხვავებული არის თქვათ ADHD-სკენ, რადგანაც ესეთი ბავშვები არიან ჰიპერკონცენტრირებული ერთ საგანზე, ერთ მოვლენაზე, თამაშობს, მაგრამ მას აინტერესებს წვრილი ნივთი, წვრილი საგანი, არა კონკრეტულად მანქანა, არამედ მანქანის დეტალი, ბორბალი, ჩამწკრივება, წკრივში მახასიათებელი ერთ-ერთი გახლავთ და გარკვეული ტიპის მოძრაობები, ხელების ფლაპინგს ვეძახით ჩვენ, უცნაური მოძრაობა ხელის და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ასეთ ბავშვებში არის სენსორული სისტემის დარღვევები, მგრძნობელობა, შეხება, მგრძნობელობა სუნზე, მხედველობით სივრცითი აღქმის დარღვევა, მოგეხსენებათ ამ მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ უცხო გარემოში მას უჭირს ადაპტაცია, რატო? იმიტომ რომ ასევე როგორც მხედველობა, ასევე სმენა, ეს არის ჩემი სენსორული სისტემა, ამით ვხედავ, ამით მესმის და როდესაც გვაქვს დარღვევები ამ მიმართულებით, უკვე ბავშვი უჭირს მიღება. არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ კვების ძალიან დიდი სირთულეები, ბავშვები, რომლებიც იღებენ ერთი და იმავე ტიპის საკვებს წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს უკვე იწვევს სხვა სირთულეებსაც, სხვა ვიტამინების თუ მიკროელემენტების დეფიციტს. ეს არის ძირითადი მახასიათებლები. რაც შეეხება ალბათ კითხვები არსებობს, ძალიან ბევრი კითხვაა და ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე მიზეზებთან დაკავშირებით და დღესაც მიმდინარეობს ეს მიზეზების ძიება, თუმცა აი რაც არის პათოგენეზში, ეს გახლავთ თქვათ გენეტიკური ფაქტორები, რომელიც იწვევენ თავის ტვინში ცვლილებებს, სტრუქტურულ დონეზე ცვლილებებს, ფუნქციურ დონეზე და ამას მოყვება უკვე ქცევითი დარღვევები და ეს ბოლო რამდენი წელია რაც წამოიწია ეს საკითხი აქტუალურად? ბოლო მე რაც ვიცი დაახლოებით 20 წელია ალბათ არის უკვე თანდათანობით ეს წამ, თუმცა აქაც არის ნახეთ როგორი მიდგომა ზუსტად როდესაც გადახედავთ წყაროებს, ესეთ მნიშვნელოვან წყაროებს, კვლევებზე დაფუძნებულ წყაროებს, აქაც აღნიშნავენ, რომ ეს მდგომარეობა მატების ტენდენცია შესაძლოა კავშირში იყოს დიაგნოსტიკის ფაქტორებთან. რამდენიმე წლის წინ თქვათ, რამდენიმე ათეული წლის წინ შესაძლოა არ იცოდნენ ამის განმარტება, იყო ეს მდგომარეობები, მაგრამ ეს ერთ-ერთი შეხედულებაა და არამტკიცებულება. არის ძალიან ბევრი შეხედულებები, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ნივთიერებებთან, მძიმე მეტალებთან თუ ასე შემდგომ. ეს უკვე ძიების პროცესია. სტატისტიკაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. აი სტატისტიკას ახლა როგორ ვიკვლევთ, ხო? სტატისტიკა რა თქმა უნდა დაფუძნებულია სხვადასხვა მეტაანალიზურ კვლევაზე. აი ძალიან განსხვავებულია სტატისტიკის მონაცემები. ზოგი კვლევა იძახის, რომ არის 1.40-ში, ზოგი იძახის, რომ 1.500-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეთი მაჩვენებელია 1.40-დან 1.60, ანუ ყოველ 50 პაციენტში ფაქტობრივად აღნიშნავენ, რომ არის აუტისტური სპექტრის ნიშნები. თუმცა ესეთი ბავშვები, განსაკუთრებით ესეთ ქვეყნებში, სადაც არის ესეთი მაღალი განვითარების დონე, არიან ადაპტირებული. ამ ბავშვებს აქვთ არიან ბავშვები, რომელსაც განვითარებული, განსაკუთრებით გარკვეული მიმართულებები, გარკვეული სფეროები მუშაობენ, განაგრძობენ ჩვეულებრივ საქმიანობას, უბრალოდ ადრეულ ეტაპზე აი ეს სფეროები რაც არის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, აუცილებელია რომ იყოს მოგვარებული, მოწესრიგებული, მაქსიმუმი გაკეთდეს მშობლის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, ექიმის მხრიდან, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და შედეგი დამოკიდებულია კიდევ ერთხელ ვიძახი სიმძიმეზე და მუშაობაზე. ქალბატონო გვანცა, ძალიან მთხოვეს ჩვენი არხის გვერდზე მოიწერა რამდენიმე ადამიანმა და აქედან მინდა გთხოვოთ, რომ ვისაუბროთ ძილის პრობლემებზე, დარღვევებზე ბავშვებში და ასევე კრუნჩხვაზე. დიახ, კი ბატონო. რაც შეეხება ძილს, საკმაოდ ხშირად ხდება ძილის დარღვევები. ჩვილობიდან იწყება, დიახ, ახალშობილობის პერიოდიდან, თუმცა ეს ძალიან სუბიექტურია. ნახეთ, ახალშობილობის პერიოდში არ არის ჩამოყალიბებული ძილის ფაზები, ძილის სტადიები. ანუ ახალშობილს და ჩვილს არ გძინავს ისე როგორც გძინავს ჩვენ, ხო, ღამის მანძილზე ჩვენ გძინავს, დილით ვიცით, რომ უნდა ავდგეთ. მას გძინავს ისე როგორც მას უნდა. ეს მშობლისთვის არის დიდი დისკომფორტი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახისთვის, რომელიც ძალიან ესე ბედნიერად ცხოვრობდნენ პატარას შემოსვლამდე, ძილთან დაკავშირებით და ეს იწვევს ოჯახში ძალიან დიდ დისკომფორტს, ძალიან დიდ ღელვას, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, რომ თანდათანობით ასაკთან ერთად 2 თვიდან
ასე არის წყაროებში, თუმცა ეს 2 თვიდანაც არ ხდება, 6 თვიდან, 9 თვიდან თანდათანობით თქვენი შვილი დაალაგებს ამ რეჟიმს, ჩამოყალიბდება და ჩვენ უფრო მივიღებთ აი 6 თვიდან ეს 6 საათიანი შუალედი, რასაც რისი სურვილიც გვაქვს, რომ 6 საათი მაინც ეძინოს ჩვენ შვილს, აი უფრო მეტად ხდება 6 თვიდან. გარდა ამისა, აი ხშირია ახალშობილებში და ჩვილებში კრთომა, ხო? ამაზეც ხელავენ მშობლები. გამომდინარე იქიდან, რომ ძილითადად ძილი მოდის აი სწრაფი ძილის ფაზაზე, როდესაც ჩვენ სიზმარს ხედავთ, აქტიურები ვართ, ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს კრთომები, შეიძლება იყოს სხვადასხვა მოძრაობები, ძილი არ არის ძალიან ღრმა, ეს არის ზერელე და ხშირად ხდება გაღვიძება, მაგრამ უკვე როდესაც გადავდივართ, თქვათ, წლის ასაკისთვის, წლის ასაკიდან უკვე ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ძილის რეჟიმი და ჰიგიენა, რადგან როგორც განვითარების დარღვევების დროს, აქაც ჩვენ ხშირად ხვდებით ქცევით დარღვევებს, ანუ ძილი ეს არის რუტინა, ეს არის ადაპტაციის პროცესი, როგორც შეაჩვევ ბავშვს და ადამიანს ძილს ისე სძინავს. თუ თქვენ ბავშვს არ აძინებთ დროულად, საწოლი ოთახი აღიქმება როგორც სათამაშო გარემო, ძილის წინ იწყება აგზნება, ემოციური აქტივობები, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ძილის დარღვევებს. ეს არის ძილის ქცევითი დარღვევები, რომელიც არის მშობლის ან მომლელის მიერ არასათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ ხვდებით და გვაქვს ისეთი დარღვევები, როგორიც არის პარასომნიები, ძილში სიარული, ძილში ლაპარაკი, ღამის შიშები, ძილის შიშები, ამას უკვე სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა, არა კონკრეტულად მედიკამენტოზური თერაპია, შეიძლება იყოს ფსიქოლოგის ჩართულობა, ან ოჯახის წევრის ჩართულობა, რომ მოგვარდეს ეს სირთულეები. და მეორე კითხვა იყო, ფებრილური გულყრები და გულყრა ეს არის ეს არის მდგომარეობა, როდესაც კლინიკურად გამოიხატება, ვთქვათ, გენერალიზებული გულყრა, რაც მოსახლეობა მისის, აი კრუნჩხვას, რასაც ვეძახით, ხო? გონების კარგვას, სხეულის ტონური დაჭიმულობა. რა იწვევს ქალბატონ გვანცა? ამას იწვევს მაღალი სიცხე, ეს დაბადებიდან არის ეს პრობლემა, შეიძლება იყოს შეძენილი, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი. ხო შეიძლება ადამიანი ამ დროს ისე დაიბნეს, რომ თავის შვილს ვერაფერი ვერ გაუკეთოს. გეთანხმებით ნათია, ეს შეიძლება იყოს ეპილეფსია, ეპილეფსიას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, შეიძლება იყოს, თქვათ, გენეტიკური ფაქტორები, თავის ტვინის დაზიანებით, შეიძლება იყოს ტრამვის შედეგად, როდესაც ნებისმიერი, თქვათ, თავის ტვინში გარკვეული ნაწილის დისკომფორტი იწვევს უკვე ნეირონი არის უჯრედი, ნერვული სისტემის უჯრედი განტვირთვას და გამოიხატება კრუნჩხვის სახით, ხოლო თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს სიცხეზე, ეს უკვე არ არის ეპილეფსია, ეს არის ფებრილური გულყრა, თავის ტვინის რეაქცია მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც არის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი, აქაც ნეირონის განტვირთვა ხდება და ბავშვი კარგავს გონებას, ეს შეიძლება მოხდეს მოულოდნელად ქუჩაში და დაჭირდეს დახმარება, არის სხეულის დაჭიმულობა, ტრიზმი, კლონური მოძრაობები და მინდა რომ დავამშვიდო როგორც მშობლები, ასევე ადამიანები, რომლებიც შეესწრებიან ნამდვილად გეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ არასასიამოვნო დასანახია, თუმცა აი ჩათვალეთ, რომ გარკვეული დროის შემდგომ, როდესაც აი ეს ამგზნები კერა, რომელიც არის თავის ტვინში, დამშვიდდება, ბავშვი მოვა, დაბრუნდება, ან მოზრდილი ადამიანი და შეიძლება გადავიდეს ეს ყველაფერი ძილში. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ყველა საშიშია ალბათ ამ დროს თავი რამეს არ დაარტყას, ასე ტრამვას და ან ყველაზე კარგია გამოიძახოს სასწრაფო დახმარების. დიახ, აი გულყრების მართვა არის ესეთი, თუ ამ მდგომარეობას ჩვენ შევესწარით, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რადგანაც არის მოძრაობა, შეიძლება მოხდეს ტრამვა, რამე რბილი საგანი ან ბილი ნივთი მოვათავსოთ კისრის ქვეშ, ასევე რეკომენდებულია, რომ პაციენტი გადავაბრუნოთ მარჯვნივ ან მარცხნივ, რადგანაც თუ ჩვენ საუბრობთ გულყრაზე, განსაკუთრებით თქვათ გენერალიზებულ გულყრაზე, პაციენტს არ აქვს გონება და ხდება სალივაცია, ანუ გაძლიერებული დუშს ეძახიან, ესე ვთქვათ, ანუ ნერწყვდენა, ეს არის ჩვეულებრივი ნერწყვი, ის შეიძლება გადასცდეს და გამოიწვიოს, თქვათ, სხვა პრობლემები, ამიტომ რეკომენდაცია არის ენის დაჭერა და ასე შემდეგ, როგორც ენა არსად არ მიდის, აბსოლუტურად ეს გამორიცხულია. ერთადერთი შეიძლება რომ ვთქვათ, აი, რადგან დაჭიმულობაზე ვსაუბრობთ, ტრიზმი, ანუ კბილების დაზიანება რომ ავირიდოთ, რაიმე რბილი საგანის მოთავსებაც შეიძლება კბილებს შორის, თუ ეს
მოხერხდა თუ არ მოხერხდა, ესეც არ არის საჭირო, ენის ამოქაჩვა არ არის საჭირო, არც თქვათ რაღაცა შავი ნაჭრის არაფერი, ეს სანამ არ მოხდება თავისით განტვირთვა, პაციენტის დაბრუნება თქვათ სახგონებაზე არ ხდება, თუ შეხედეთ რომ ეს გულყრა არ ჩერდება და გრძელდება 5 წუთზე მეტხანს, მაშინ შესაძლოა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახოთ, რადგანაც ეს შეიძლება გადავიდეს უკვე სტატუსში, ეპილეფსიურ სტატუსში, რომელიც არის საყურადღებო მდგომარეობა. და ძალიან ბევრი ბავშვი და არა მარტო ბავშვი, არამედ ყველა ასაკის ადამიანზე უდიდესი დახმარება გაუწევია ჩვენი და უამრავი სიცოცხლე გადაურჩენია ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმებს და მეთანხმებით ალბათ თქვენც ექიმები ბრძანდებით, თუმცა მინდა გამოვყო ექიმები იოსებ გაბაძე და ირაკლი გაგუა, რომლებიც არიან პროფესიონალი ადამიანები, თავიანთი საქმის უზომოდ მოყვარული. მე დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი და ძალიან მთხოვა, რომ მადლობა გადამეხადა ექიმებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ესენი გახლავთ იოსებ გაბაძე და ირაკლი გაგუა და ასევე მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ ექიმებთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს და ამავე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს ლიკა კაკულიას. ლიკა არის უზომოდ მოყვარული თავისი საქმის, თავისი პროფესიის და აი COVID პანდემიის დროს არ შემიძლია რომ არ თქვა, ძალიან ბევრი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე სწორედ ლიკა კაკულიას დაამსახურებაა და დიდი მადლობა რომ მომეცა ახლა სწორედ ამ გადაცემაში დრო მადლობა გადამეხადა აი ამ შესანიშნავი ადამიანებისთვის. ქალბატონო ნინო, მეტყველებასთან დაკავშირებულ, აი რა ტიპის პრობლემები გვხდება კიდევ ერთხელ ბავშვთა ასაკში და ასევე რეზიუმეც რომ გავაკეთოთ და ჩემებიც რომ მივცეთ ჩვენს მშობლებს, ზოგი არის ახალგაზრდა, გამოუცდელი, ზოგი ვერ ერკვევა, ზოგმა არ იცის და მაინც მე ვფიქრობ რომ მეტყველება ესეთი რამ არის რომ ჩვენც ჟურნალისტები, თქვენც ექიმები ყველაზე მეტი დრო აი ამ საკითხს უნდა ეთმობოდეს სამედიცინო გადაცემების გულისხმობ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მშობლებს. დიახ, გასაგებია, უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ გამოვყო ასაკობრივ ჯგუფებს. პირველ რიგში წლიდან 3 წლამდე ბავშვებთან ეს ენამოჩლიქვის პერიოდი, როდესაც არის, ანუ ბავშვები არასწორად გამოთქვამენ ბგერებს, აი ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი და ეს ესე უნდა მიმდინარეობდეს და საშიში აქ არაფერი არ არის აბსოლუტურად და მშობლებს ვანუგეშებ მაგით, რომ ანუ ამ ყველაფრის გამოსწორება მოხდება ეტაპობრივად. მე შემდგომი პერიოდი უკვე არის 4-დან 5 წლამდე პერიოდი, როდესაც უკვე ეს პროცესები უკვე ფაქტობრივად ბგერა წარმოქმნის უკვე აბსოლუტურად აღმოფრადი არის და გამოსწორებულია თითქმის ყველა ბგერა და შემდგომი პერიოდი ეს 6 წლამდე პერიოდი, როდესაც უკვე სინტაქსური წყობა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, ლექსიკური მარაგი, ეს პროცესები ყალიბდება 6 წლამდე და შეიძლება დარჩეს რაღაც რთული ბგერის პრობლემა, ეს არის R ბგერა, აღნიშნავდი ამ R ბგერას როტაციზმს, რომელიც შეიძლება შემდგომ ასაკშიც გამოსწორდეს, თუმცა თუ 7 წლამდე ეს პროცესები ანუ გაგრძელდა, ამ შემთხვევაში უკვე მშობელმა ეგრეთ წოდებული წითელი ალამი დროშა უნდა აღმართოს, რომ მიმართოს სწორად სპეციალისტს, რომ მე შემდგომ უკვე უნდა მოხდეს ბავშვის შეფასება გარკვეული ჯგუფის მიერ და დაიგეგმოს სწორი ბავშვების თუ საჭიროებას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, თერაპიები და სხვადასხვა უკვე რეკომენდაციების სახით მოხდება ამ ყველაფრის განსაზღვრება. დიდი მადლობა ქალბატონო გვანცა, აი მე მინდა რომ თქვენც მშობლებს დაელაპარაკოთ და რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ ნევროლოგს, მეტყველების სპეციალისტს, ნეიროგანვითარების სპეციალისტი, მე მგონი სხვა არის ხომ თუ არ ვწდები, აი რას უნდა მიაქციონ ყურადღება და ზოგიერთი იძახის რომ მიცით რა ჯერ პატარა გადაუვლის ხომ ყოფილა ასეთი შემთხვევები დაიწყებს საუბარს, აბა რა იქნება, აი ასეთი მშობლებს რა ასეთქვით და რა იქნება თქვენი რჩევები და ხალხური კუთხითაც ბევრ რაღაცას იყენებენ.
კი ბატონო, მეტყველებასთან ერთად რამდენიმე სფეროს უნდა დავარკვირდეთ. პირველ რიგში ვთქვათ, წლამდე რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნინომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა მეტყველება და მე სხვა სფეროებზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის მოტორული განვითარება. მოგეხსენებათ, ხელის მოძრაობა, გადაბრუნება, დროულად დაწყება ჯდომის, ცოცვის, მოჭიდების, წამოდგომის და სიარულის, ხო, მამოძრავებელი ფუნქციებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ ვითარდება. თუ თქვენ აქ შენიშნეთ, ალბათ ყველა პაციენტს აქვს დღესდღეობით საქართველოში იმის შესაძლებლობა, რომ გაიაროს პედიატრის კონსულტაცია და ასევე ნევროლოგის კონსულტაციებიც შესაძლებელია სხვადასხვა ამბულატორიულ კლინიკებში გაიარონ პაციენტებმა. თუ შენიშნეთ დაყოვნება, თუ თქვენმა ექიმმა შენიშნა დაყოვნება მამოძრავებელი უნარების, აუცილებელია კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ და კიდევ უფრო მეტად ვიფიქროთ სპეციალისტების წრის გაფართოვებაზე. მეტყველებასთან დაკავშირებით ეს არის გაგება, მოსმენა, ანუ რეცეპტორული მეტყველება, ხო, რამდენად ესმის, რამდენად რეაგირებს. მაგალითად, აი წლამდე ჩვენი სიტყვების, ან წლის ასაკისთვის უпроსტად 25% უნდა ესმოდეს და არა ყველაფერი, ხო, რა თქმა უნდა, ის ვერ გაიგებს თუ რაიმე ჩვენ რთულ სიტყვას ვამბობთ. სადღაც აი უკვე 4 წლამდე თანთანობით ეს იზრდება, აი 2 წლისთვის, 3 წლისთვის 50% და შემდგომ უკვე 4 წლისთვის 75% თითქმის ყველაფერი 3 წლისთვის უკაცრავად და 4-5 წლიდან სრულად უნდა მოხდეს გაგება ჩვეულებრივად, რასაც მოზრდილი ადამიანი ლაპარაკობს. ანუ ჩვენ გარდა ექსპრესული მეტყველებისა ვაკვირდებით რეცეპტორულ მეტყველებას. ვაკვირდებით კოგნიტურ ფუნქციებს, როგორიც არის აზროვნება, მეხსიერება, როგორ გებულობს საგნის ფუნქციურ დანიშნულებას, როგორ იცის თქვათ რა საგანი რისთვის არის განკუთვნილი, ფერები, სხეულის ნაწილები, ანუ კოგნიციასაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სოციალიზაციის უნარები, აუცილებლად არ უნდა გამოგრჩოს სოციალიზაციის უნარები, როგორი არის მისი დამოკიდებულება, მისი ემოციური სფერო სხვა ადამიანებისადმი და მოტორიკა, როგორც ხვილი, ასევე ნატიფი მოტორიკა. ანუ რომ შევაჯამოთ ბავშვის განვითარებას ჩვენ ვაკვირდებით მოტორული, სამეტყველო, სოციალურ განვითარებას, კოგნიტური სფეროს განვითარებას. თუ ოდნავი ეჭვი მაინც აქვს მშობელს და სპეციალისტს, რომ აქ არის ამა თუ იმ ტიპის დარღვევა, აუცილებელია ბავშვის გადამისამართება, მისი კვლევა და დამერწმუნეთ, რომ თქვენი შვილი ექნება შესაძლებლობა შესაბამისი დახმარების მიღების შემდგომ მიაღწიოს ტიპიურ ბავშვს, ან აბსოლუტურად ამოიფხროს პრობლემები, ან გაუმჯობესდეს აღნიშნული მდგომარეობები. კი ბატონო, და რომ შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ მშობლებს, რომელი წლიდან უნდა მიაქციონ ამას ყურადღება და როდის უნდა მოვიდნენ მაგალითად თქვენთან. ანუ 2 წლინახევრიდან 3 წლამდე ეს არის ყველაზე საგანგაშო პერიოდი, როდესაც ბავშვთან არ არის წამოსული მეტყველების ის ელემენტები, რომელიც ანუ უკვე სოციუმთან ურთიერთობის დროს გამოყენებადი უნდა იყოს, თუნდაც სწორად არტიკულაციურად გამოთქმული სიტყვები იქნება ეს გერად წარმოთქმა თუ სხვადასხვა საარტიკულაციო პრობლემები, აქედან გამომდინარე შესაძლებელი არის რომ მშობელმა სწორად ჩართოს უკვე ის თავისი რაღაცა რთული პროცესები იმ კუთხით რომ ანუ დაფიქრდეს რომ მასთან არის საჭირო მის თავის შვილთან არის საჭირო მეტყველების თერაპიის შეფასება თერაპევტთან მისვლა და შეფასება სწორად რომ მე უკვე დაგეგმარება მოხდეს იმ პროცესების რა პროცესებიც მას თერაპიასთან მიმართებაში უნდა იყოს გამოყენებული. მადლობა და ქალბატონო გვანცა მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ, მე მაინტერესებს და ალბათ ბევრს აინტერესებს ახლა გადაცემას ვინც უყურებს, სად არის მზიური მედი და სად უნდა მოვიდნენ პაციენტები თქვენ. მზიური მედი გახლავთ გოთუას 3 ნომერი, მისამართი არის ესეთი. და წინასწარ ხდება ჩაწერა? ჩაწერა ხდება დიახ, სპეციალური ნომერიც არის Facebook გვერდი, web გვერდიც და Facebook გვერდი როგორ უნდა მოძებნონ ადამიანებმა? მზიური მედი ესეთივე სახელწოდებით არის და იქ შეგიძლიათ ნახოთ ყველანაირი სერვისი, ყველანაირი სპეციალისტი, ვინც მოღვაწეობს კლინიკაში და
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კლინიკას, დიდი თვითონ მოახდენენ გადამისამართი. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. გმადლობთ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის. პროფესორი, ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი გვანცა არველაძე, უღრმესი მადლობა ქალბატონ გვანცა. ენისა და მეტყველების თერაპევტი ქალბატონი ნინო დოხნაძე. დიდი მადლობა ქალბატონი ნინო, რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი საინტერესო საუბრისთვის. უღრმესი მადლობა. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი მუშაობდი თქვენთან 50 წუთის განმავლობაში. დარჩით ობიექტივზე, რა თქმა უნდა, წინ ძალიან საინტერესო გადაცემები გელით საინტერესო სტუმრებით. ნახვამდის.